შემოგვიერთდა საბურთალოს წმინდა ნინოს სახელობის ტაძრით დელმსახური მღვდელი დავით ფოლადიშვილი მოძღვართან ერთად ჩვენ ვისაუბრებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის შესახებ. მამა დავით, დაგვლოცეთ, ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად აღდგა, დილა მშვიდობის, მოგესალმებით ყველას და პატივია ჩემთვის თქვენთან სტუმრობა. ცოტა მერიდება კიდეც მისი უწმინდესობის შესახებ მე საუბარი, მაგრამ გავკადნიერდები და დიდი მადლობა მობრძანებისთვის, მამა დავით. მე მინდა მაყურებელს ვიდრე კითხვას დაგისვამთ, ვუთხრა რომ თქვენ ბრძანდებით ბოლო თაობის ნაკადის იმ სასულიერო პირების წარმომადგენელი, რომლებიც უშუალოდ იკურთხეთ უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხებით. ანუ თქვენი ხელდასხმა მოხდა პატრიარქის კურთხებით. აი ამაზეც რა თქმა უნდა თქვენ გვეტყვით, მაგრამ მანამდე გინდოდათ რომ პატრიარქის ბავშვობასთან და ბიოგრაფიასთან დაკავშირებით რამდენიმე სიტყვა გეთქვათ და გაძლევთ ამის საშუალებას. დიახ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ მისი უწმინდესობა იხსენებდა ხოლმე თავის ბავშვობას და საოცარ სულიერ ოჯახში გაიზარდა. მახსენდება, როდესაც თვითონ ყვებოდა ხოლმე უწმინდესი მამამისის დამოკიდებულებას და ამბობდა ხოლმე ასეთ ისტორიებს იხსენებდა, რომ საღამოს ილადმისთვის ლოცვას ყველა ერთად უკითხულობდით მთელი ოჯახი და შემდგომ ამისა მამა დაგლოცავდა ჩვენ ბავშვებს გაგვიშვებდა დასაძინებლად და თვითონ კიდევ აგრძელებდა ლოცვას და ახსენებდა ხოლმე რომ საქართველოს დიდების ხატზე რამდენი წმინდანიც არის გამოსახული, იმდენ მეტანიას ასრულებდა ხოლმე და ანუ იმის თქმა მინდა რომ უწმინდესში ეს სულიერი მარცვლები ოჯახშივე დაითესა და ბავშვობიდანვე იყო ის გამზადებული იმისთვის, რასაც საბოლოოდ ღმერთი უმზადებდა მას. იმ დიდი მისიისთვის, დიახ, და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თუ რა ოჯახში იყო ის აღზრდილი. ასევე ბევრი ადარებს ხოლმე მის უწმინდესობას ძველი აღთქმისეულ მამამ თავარს, დიახ, და ნამდვილად მეც შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან გავს, როდესაც ღმერთი თავის ერს ყველაზე დიდი გაჭირვების დროს მოულენდა ხოლმე ერთგვარ მხსნელს თავისი რჩეული ადამიანის სახით, ასევე იმ ურთულეს პერიოდში, რასაც ეს საბჭოთა პერიოდი ერქვა, საქართველოს მოულინა ნამდვილად მწყემსი კეთილი, რომელიც აი ესე დაუღალავად და დიდი სიყვარულით და ენთუზიაზმით შეუდგა ერის მსახურებას და გვახსოვს რა მემკვიდრეობა ერგო და დღეს ხედავთ თუ რა მემკვიდრეობა დატოვა მისმა უწმინდესობამ. სადაც არ უნდა გაიხედო ყველგან პატრიარქის ღვაწლია და ყველგან მისი ხელი და ანუ არ არსებობს სფერო, სადაც პატრიარქის ღვაწლი, რომელსაც არ შეეხო პატრიარქის ღვაწლი. ხშირად ითქვა და ხაზი გაესვა იმას, რომ ეს არის ეპოქალური ადამიანი და გაცდა ეს საეკლესიო მსახურების სივრცეს გაცდა და ნამდვილად არ დარჩა სფერო და მიმართულება, სადაც უწმინდესმა არათუ მხოლოდ თავისი მამობრივი მზრუნველობა, არამედ ბევრგან ძალიან ისეთი პროფესიონალური კვალი დატოვა და გვაქვს ჩვენ მისი შემოქმედება, საოცარი მუსიკა, საოცარი ფერწერა, ხატწერა, რომელიც ძალიან მაღალ პროფესიონალურ დონეზე არის შესრულებული ნამდვილად. მამა დავით, მინდა გთხოვოთ ასევე გაიხსენოთ თქვენი პირველი შეხვედრა უწმინდესთან, აი როდიდან გახსოვთ, რა ასაკიდან გახსოვთ უწმინდესი თქვენ? ეს იყო ძალიან ღრმა ბავშვობაში, მე დაახლოებით 8-9 წლის ვიქნებოდი, როდესაც ნაძალადევში მდებარე ივერის ღვთისმშობლის ტაძარში მსახურობდი როგორც სტიქაროსანი და შემდგომშიც მრავალი წელი ამ ტაძარში ვიმსახურე როგორც დიახ, მამა ვახტანგ ასათიანი ბრძანდებოდა წინამძღვარი და ერთ-ერთ ივერიის ღვთისმშობლობას უწმინდესი იყო მობრძანებული ტაძარში, წირვა შეასრულა მაშინ დღესასწაულზე და შემდგომ არის ესეთი ტრადიცია, რომ როდესაც წირვა სრულდება, წმინდა ზიარებას მიიღებენ, შემდგომში სასულიერო პირებიც და ერის ადამიანებიც ახერხებენ ხოლმე და მიდიან ლოცვა კურთხევის ასაღებად და დღესასწაულს ულოცავენ ხოლმე. და მაშინ მოხდა ისე, რომ მე ჩემი რაღაც მორიდებით ვერ გავბედე, რომ მივსულიყავი და ცოტა იქით მოშორებით ვიდექი და ყველა მივიდა. და მახსოვს თვითონ
გამოიხედა და მე რო არ მივედი თვითონ ხელით მანიშნა რომ მივსულიყავი და მე მივედი მაშინ და ესე ბავშვურად თავზე ხელი გადამისვა მომეფერა მკითხა რა ქვია და ეს ყურადღება და მზრუნველობა ისე დარჩა ის დღე და ის წამი ისე არის ჩემში დარჩენილი რომ ყოველთვის ესეთი საოცარი სიყვარულით მახსენდება ხოლმე და აქვე კიდე მინდა გავიხსენო ბავშვობაში ქალბატონ ლიას ალაყაიასთან გალობაზეც დავდიოდით და გვიწევდა ხოლმე ხშირად ქალბატონი ლიას დამსახურებით რომ მის უწმინდესობას დაბადების და აღსაყდრების დღეებზე ვეწვევდით ხოლმე საპატრიარქო რეზიდენციაში და ჩვენი სიმღერით თუ გალობით რაღაც ულამაზებდით ხოლმე საღამოს და მაშინაც ძალიან დიდ სიყვარულს და ყურადღებას იჩენდა ხოლმე ბავშვების მიმართ და ეს მზრუნველობა იყო რაღაც ენით აუღწერელი. დიახ. მამა დავით, აი უკვე შემდგომ წლების მერე თქვენ გახდით დიაკონი, სანამ გულად დაგასხამდნენ ხელს და მსახურობდით სამების საპატრიარქო ტაძარში. ეს ხდებოდა თუ არ ვცდები 2022-დან 2025 წლამდე, ხო? სადღაც 3 წლის განმავლობაში. ამ დროს ჩვენი პატრიარქი აღარ არის ისეთი მხნე ფიზიკური თვალსაზრისით, როგორიც ადრე იყო, მაგრამ ბოლომდე ჩვენ ვიცით, რომ პატრიარქს ერთი წამი არ დაუზოგავს თავი და ბოლომდე მსახურობდა, ესე იგი აღასრულებდა ღვთისმსახურებას, სანამ შეეძლო ბოლო წუთამდე და რა ვიცი, სანთელივით დაიღვეთა ერის და ეკლესიის მსახურებაში და თქვენ ბუნებრივად გქონდათ ამ თვალსაზრისით პატრიარქთან ან ღვთისმსახურების დროს შეხება და შეხვედრები ამ დროს. დიახ, უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის ივლისიდან ბოლომდე თუ კი უწმინდესმა რაიმე მსახურება შეასრულა, მეც ვიყავი იქ და მიწევდა ჩემი მოკრძალებული მსახურება როგორც დიაკონს. მამა არქიდიაკონი მამა დემეტრეს დამსახურებით და მადლობა მას რომ ამის შესაძლებლობას მაძლევდა ყოველთვის და ნამდვილად უნდა აღინიშნოს რომ მიუხედავად იმისა რომ მისი უწმინდესობა ფიზიკურად უკვე დაუძლურებული იყო და ისეთი აქტიური ვერ იყო მსახურებაზე მისი მოსვლა იყო უდიდესი ზეიმი და დღესასწაული. აი როდესაც გავიგებდით წინა დღეს საღამოს გვიან გადაწყდებოდა ხოლმე და მამაოს ამცნობდნენ რომ ხვალ უწმინდესი აპირებს მობრძანებას და აი იქიდანვე იწყებოდა ეს სიხარული იმ ღამიდან მოლოდინი რომ აი როდის გათენდება ეგ მოვამზადოთ ყველაფერი ისე რომ უწმინდესის მობრძანებისთვის მზად ვიყოთ და დასახვედრად და საოცარ მადლს მოიტანდა ხოლმე და სიხარულს. პირველად ახალი ნაკურთხი დიაკონი ვიყავი, როდესაც სიონის საპატრიარქო ტაძარში მოგვიწია მასთან მსახურება და სიონის ტაძარი ცოტა უფრო პატარა არის მასშტაბებშიც და უფრო ახლოსაც მოგვიწია მისვლა და უნდა ითქვას რომ ამ სიხარულს საზღვარი არ ქონდა, როდესაც პირველად მასთან ახლოს მისვლა მოგვიწია. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც რომ ყოველთვის იყო ძალიან მლოცველი, საოცრად უყვარდა ღვთისმსახურება განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო ეს რომ აი ბოლოსაც როდესაც ესეთი დაუძლურებული იყო ხშირად შეგვიმჩნევია რომ აი იჯდა სავარძელში და პირჯვარს იწერდა ხოლმე ხშირად და ხოცხოთაშვილს მამა დემეტრი ამბობს ხოლმე დავითაშვილი სულ 20 მდგომარეობაში ეს ალბათ ჩვენთვის ყველასთვის მაგალითია და სასწავლებელი რომ ჩვენ აი ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის კი უშურველად ყოველთვის ლოცვით მდგომარეობაში იყო და ჩვენ ახალგაზრდებმა მით უმეტეს უნდა ავიღოთ ამისი დიდი მაგალითი და მინდა ერთის დავამატო რომ იყო ძალიან ლმობიერი და მოწყალე ასე ვთქვათ მაგრამ როდესაც ეხებოდა საქმე რაღაცა სარწმუნოებრივ სიმტკიცის დაცვას იყო შეუპოვარი და ჩვენ ვნახეთ ამის მაგალითი მინდა გავიხსენოთ, დიახ, აი ყველას ახსენდება და მეც მახსენდება, რომ COVID პანდემიის დროს მისი შეუპოვარი ხასიათი რომ არა, რა იქნებოდა არ ვიცით და ფაქტია, რომ ამ ყველაფერმა ძალიან დიდი და ნაყოფიერი შედეგი გამოიღო. საპირისპიროდ რომ მომხდარიყო, ალბათ ძალიან სავალალო შედეგებამდე მივიდოდით და მადლობა მის უწმინდესობას, რომ იყო ჩვენთან და აი ასეთი მწყემსთავარი ყავდა საქართველოს ეკლესიას. მადლობა ჩვენს პატრიარქს. მამა დავით, როგორც თქვი დასაწყისში, თქვენ ბრძანდებით
იმ ბოლო თაობის სასულიერო პირთა წარმომადგენელი, რომელთა ხელდასხმაც უშუალოდ პატრიარქის ლოცვა კურთხევით მოხდა, რა თქმა უნდა, შესაბამისი კომისიის გავლით და ასე შემდეგ. აი ეს საკითხიც რომ მოგვიყვეთ და ამ საკითხსაც შეეხოთ თუ შეიძლება. დიახ, როგორც ვიცით, მცხეთა თბილისის ეპარქიაში მოქმედებს სამღვდელო კომისია, რომლის გავლის შემდგომაც უკვე კანდიდატებს ეძლევათ უწმიდესის ლოცვა კურთხევით ხელდასხმა. 2025 წლის მარტში გავიარეთ ჩვენ ეს კომისია გარკვეულმა რაოდენობამ და ჩვენ უკვე უწმიდესის ლოცვა კურთხევით მივიღეთ სამღვდელო ხელდასხმას და შეიძლება ითქვას, რომ კი ჩვენ ვართ ეს ბოლო ნაკადი მისი უწმიდესობის პატრიარქობის პერიოდში მცხეთა თბილისის ეპარქიაში, ვინც მღვდლებად ვიკურთხეთ და რამდენი სასულიერო პირი ბრძანდებით? დაახლოებით 10-მდე. სამების საკათედრო ტაძრიდან ვიყავით 6 და დანარჩენი 4 დანარჩენი თბილისიდან. და ჩვენთვის ეს ძალიან დიდი ბედნიერება ხალხი აღნიშნავს იმას, რომ ბედნიერებაა, რომ მის ეპოქაში ვიცხოვრეთო და ჩვენთვის ორმაგად და ბევრად მეტად უფრო დიდი ბედნიერება არის, რომ მის ეპოქაში ვიცხოვრეთ და თან მის ეპოქაში ჩვენ მისგან მისი ლოცვა კურთხევით ხელდასხმაც მივიღეთ და ეს არის დიდი პატივი და დიდი სიხარული, მაგრამ ამავე დროს არის დიდი პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის წინაშე, რომელიც ჩვენ მოგვეცა, რომ ეს ჯვარი, რაც ვიტვირთეთ, რომ ესე ღირსეულად ვატაროთ, როგორც უწმიდესის შვილებს შეეფერა. მაგრამ მოგცეთ ამის ძალა. მამა დავით, ეს მოხდა 2025 წელს, ხო? 2025 წლის მარტში. მარტში, დიახ. აი, ბოლო, ესე იგი, უწმიდესის დაკრძალვის დღეებზეც მინდოდა მეკითხა, ჩვენ ნახეთ რამდენი ხალხი მივიდა პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად. ეს იყო უპრეცედენტო მოვლენა, მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა ამაზე და მასმედია სხვადასხვა ქვეყნების იყო საქართველოსკენ მომართული იმის გამო, რომ მართლაც საოცრება ხდებოდა და 2 მილიონამდე ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ისულიყო და პატრიარქისთვის მადლობა გადაეხადა. აი, თქვენი, თქვათ, შეფასება, როგორც ახალგაზრდა სასულიერო პირის, ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ პატრიარქს ამხელა ავტორიტეტი აქვს, რომ ესე გვიყვარს პატრიარქი ყველას, მაგრამ მაინც კიდევ ეს იყო ის, რაც აჭარბებდა ჩვენს მოლოდინს. ნამდვილად და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო რაღაცა შემთხვევა, რომელსაც ანალოგი არ ქონია. ჩვენ კი არა ძალიან ბევრ თაობას მსგავსი რამ არ ახსოვს. არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. და მე ერთხელ აღვნიშნე და კიდე მინდა გავიმეორო, რომ უწმიდესმა თვითონ იმდენი სიყვარულით ესა, რომ ეს მოიმკო საბოლოოდ. და ეს გამოჩნდა, ანუ ჩვენ გარდაცვალების მერე კიდევ ერთხელ გავიცანით პატრიარქი. თუ რაოდენ დიდი პიროვნება ბრძანდებოდა და ჩვენს გვერდით როგორმა დიდმა ადამიანმა იცხოვრა. და მის გულში ეტეოდა ეს ყველა ადამიანი. ეს შემთხვევით მისული ხალხი არ იყო. ეს იყო მისი სიყვარულის მიერ დაძახებული ხალხი, რომელმაც თავი ვალდებულად ჩათვალა მრავალსაათიანი რიგში დგომის მიუხედავად და ამ უამინდობის მიუხედავად, აი ესე იდგა ხალხი რუდუნებით, მოკრძალებით, უხმოდ და დიდი სიყვარულით ელოდებოდა იმ წამს, რომ იქ შესულიყო და თან ყველა მიცოდა, რომ იქ ხა ესე ახლოს მისვლა და ეს რაღაცა ხელით შეხება ვერ მოხდებოდა, რაღაც შორი ახლოს უნდა გაევლო და იმით ის ბედნიერი იყო ხალხი, რომ წამიერად თვალი მოეკრა. დიახ და ეს არ იყო რაღაც ანგარებითი სიყვარული, ეს იყო გულწრფელი და ნამდვილი სიყვარული და ეს სიყვარული მან თავისი გულით ატარა, ხალხს გაუნაწილა და ის რაც მან დათესა, ვიხილეთ რომ მოიმკო კიდეც და ალბათ კიდევ ბევრს მოვიმკით, რაც პატრიარქმა დათესა, მთელი ქვეყანა და მისი ღვაწლი კიდევ უფრო მეტად გამოჩნდება და დაფასდება წლებთან. ჩვენ უწმიდესზე ბევრი ითქვა, ბევრიც ითქმება და კიდევ ბევრს ახალსაც გავიგებთო, ამბობენ ესე მამებიც და უფრო გამოცდილი ხალხი და ნამდვილად ჩვენ კიდევ უფრო სხვანაირად გავიცნობთ მის უწმიდესობას და კიდევ უფრო
ბევრი ახალი სასიამოვნო და ძვირფასი ამბები თუ მოვლენები იქნება მის გარშემო. დიახ, ჩვენ გვაქვს პატრიარქის ქადაგებები, ეპისტოლეები, აი თქვენ როგორც სასულიერო პირი თქვენს მსახურებაში, მრევლთან ურთიერთობის დროს, რამდენად გეხმარებათ, თქვათ ის აი ეს მემკვიდრეობა ამ თვალსაზრისით, რაც პატრიარქმა დატოვა, ეპისტოლეების ქადაგებების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს სასულიერო პირისთვის და მით უმეტეს ახალგაზრდა სასულიერო პირისთვის იმ გამოცდილების გაზიარებას, რასაც ესეთი დიდი მამა გიზიარებს და ნამდვილად ჩვენ პრაქტიკაში ვიყენებთ და მე მომიწია კიდეც როგორც ვახსენე მამა დემეტრესთან ურთიერთობა და ყოველთვის თუ კი რაიმე იყო ხოლმე გადასაწყვეტი ამბობდა, აი უწმინდესი ამას ესე აკეთებდა, უწმინდესი ესე უყვარდა, აი უწმინდესი ესე ატარებდა ამ მსახურებას, ესე ასრულებდა და ამოსავალი წერტილი ყოველთვის იყო ხოლმე უწმინდესი როგორ მოიქცეოდა და ეს კვალი ჩვენზეც აისახა და მადლობა ღმერთს, რომ ამის შესაძლებლობა გვეძლევა და ეს მემკვიდრეობა, მისი ეპისტოლეები, ქადაგებები თუ სამეცნიერო მოხსენებები, მადლობა ღმერთს, რომ არის შემონახული და ეს დარჩება როგორც განძი და საგანძური და ყველას გვექნება იმისი შესაძლებლობა, რომ ამითი ვიხელმძღვანელოთ და ჩვენი, ანუ ის ორიენტირები, რაც უწმინდესმა დასახა, ჩვენს სამკვლევად გამოვიყენებთ. ძალიან დიდი მადლობა მამა დავით, წარმატებას გისურვებთ თქვენს მსახურებაში. მაყურებელს ვეთქვი, რომ საბურთალოს წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი დავით ფოლადიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.